ალუდა ქეთელაურში არსებულ ერთ ძალიან უცნაურ მომენტზე უნდა მოგიყვეთ. როდესაც ალუდა მუცალთან ბრძოლის შემდეგ შატილში ბრუნდება, დაბრუნებისას იქ ასეთ სიტყვები წერია: შატილს ჯერ არ ჩასწვდომია, შუქი შუადღის მზისაო, არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა, ცა ახურია კლდისაო. ჩემს ეს მომენტი ძალიან უცნაურია. რატომ აღწერს ვაჟა-ფშაველა შატილს ადგილად, რომელსაც ცისმაგიერ კლდე აქვს გადახურული, რომელიც შუადღის მზის სხივებსაც კი არ უშვებს შატილში. ესე იგი, თუ შუადღის მზეც კი არ ჩასულა შატილში, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ შატილში მზის სხივები ზოგადად არ ჩადის. რისი ალუზია შეიძლება იყოს ეს? ანუ როგორი ადგილი შეიძლება იყოს ადგილი, რომელსაც თავზე კლდე ახურავს ცისმაგიერ და იქ მზის სხივები ვერ ჩადის. ეს ადგილი რასაკვირველია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ადგილი გარკვეულწილად გავს გამოქვაბულს. და აქ ჩვენ უნდა გაგვახსენდეს პლატონის ცნობილი ალეგორია გამოქვაბულის მითი, ასე ვთქვათ, არა? ეს დაახლოებით ასეთი ამბავია, რომ ესე იგი სოკრატე ამბობს, რომ წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც გამოქვაბულში არიან გამოკეტილები. მიჯაჭვულები გამოქვაბულის კედელზე და უკან გახედვის შესაძლებლობა არ აქვთ. გამოქვაბულში ანთია ცეცხლი. ხოლო ცეცხლის წინ მიმავალი ადამიანების ჩრდილები აირეკლება გამოქვაბულის კედელზე. იქ საითაც სახით არიან მიტრიალებული ეს კედელზე მიჯაჭვული ადამიანები და ამიტომ მთელი სამყარო ამ ადამიანებისათვის წარმოადგენს ჩრდილებს სინამდვილეში, ხო? ანუ რეალური სამყაროს ჩრდილებს ხედავენ ისინი მხოლოდ და გონიათ, რომ რეალური სამყაროც აი ეს ჩრდილებია სინამდვილეში. მე სოკრატე კითხულობს, რომ რა მოხდება თუ კი ჩვენ ერთ მათგანს ავიყვანთ და გავიყვანთ ჭეშმარიტ რეალურ სამყაროში. რა თქმა უნდა, თავიდან მას მზის სხივები თვალებს დაწვავს, მაგრამ მე როდესაც გააცნობიერებს თუ როგორია რეალური სამყარო, მას მოუნდება დაბრუნდეს, ესე იგი, თავის ძველ თანამოძმეებთან და მოუყვეს მათ თუ როგორია ჭეშმარიტი სამყარო და ასევე გაიყვანოს კიდევაც ჭეშმარიტ სამყაროში, მაგრამ საბოლოოდ სოკრატე ასკვნის და იქ დიალოგში ესე დასკვნამდე მიდიან, რომ ვინც კი მოინდომებს, ესე იგი, ამ ადამიანების ჭეშმარიტ სამყაროში გაყვანას, ანუ ესე იგი იმ ცნობიერების დარღვევას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვთ, ესე იგი ისინი მზად იქნებიან, რომ ის მოკლან კიდევაც, ხო? ახლა ჩვენ დავაკვირდეთ, რამდენად გავს აი ეს მითი ალუდა ქეთელაურში მოყვანილ ამბავს და დავწმუნდებით იმაში, რომ ნამდვილად ეს ალუზია ვაჟა-ფშაველასი, რომ ეს შატილი, ანუ ადგილი, საიდანაც არის ალუდა ქეთელაური და სადაც ვითარდება, ანუ მოქმედება, ხო, ამ პოემაში, ძალიან გავს ამ გამოქვაბულს, ხო? და ეს ალუზია სწორედ ამიტომ აქვს მოყვანილი ვაჟა-ფშაველას. ესე იგი, ალუდა ქეთელაურის სიუჟეტი როგორი არის, ხო, ესე იგი ამ გამოქვაბულიდან ერთმა ადამიანმა ალუდა ქეთელაურმა გააღწია და ნახა რაღაც ისეთი, რამაც მას